მშვიდობის მოგესალმებით, რა თქმა უნდა, გრძელდება დილის პალიტრა, სამშაბათი რაღაცნაირად ძალიან ჯანსაღთანობს ეხება ხოლმე, ამიტომაც ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან გულო გარმელია შემოგვიერთდა მკურნალის რუბრიკით სტუმრებთან ერთად მოგესალმებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით და მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მართლა ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ განსაკუთრებული პერიოდი მოდის, დაიწყეს სწავლა, ჯანსაღი გონებითა და ძლიერი იმუნიტეტით, ვიცით, ხო, ცხოვრებაში ახალი ეტაპი რო დგება და მით უმეტეს ბევრი ადამიანის ოჯახში და პატარა ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც იწყება და პირველად მიდის სკოლაში და ვიცით, რომ აუცილებელი არის ჯანსაღი გონება, სხარტი აზროვნება, დიდი ენერგია და მით უმეტეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მათ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ჯანსაღი გონება და სხარტი აზროვნება არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ დასრულებსაც გჭირდება და თან კიდე ეს ყველაფერი ჩვენს ხასიათზეც აისახება. რა თქმა უნდა, ზრუნავს ამ ყველაფერზე, აქ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან კარგი შემოთავაზება აქვთ, რომ ესე ვთქვათ, რაც ჭირდება ბავშვ სკოლისთვის, მოვამარაგოთ ვიზუალურად და ესე რომ ვთქვათ, ციგნებით და ჩანთებით და უკვე გონებრივი ესე რომ ვთქვათ, მომარაგებაზე, რომელიც ვიტამინებთან არის დაკავშირებული, რადგან მათ კარგად ისწავლონ და ამის საშუალება ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტად ჰქონდეთ, სჭირდებათ რაღაცნაირი დანამატები, რომელიც მე მგონი მარტო ბავშვს ყველა სკოლას სჭირდება. კი, და მით უმეტეს აი მშობლების ესე ვთქვათ, მუდმივი კითხვის საგანია ის, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის კვებითი დანამატები, თუნდაც იმიტომ რომ ფიზიკურად, ენერგიულად და კარგად გამოიყურებოდნენ მათი შვილები და რა თქმა უნდა, ტრადიციულად მე მგონი მიხვდა კიდევაც ჩვენი მაყურებელი, სწორედ ამიტომ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ პროდუქტებზე მომხმარებელ საინტერესო ფასდაკლებებს და აქციებს თავაზობს და მოკლედ უკვე დრო არის რომ ჩვენი სტუმრები წარვადგინო ნინო ხელაძე, ექიმი, პედიატრი და ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ჟანა მაღლაკელიძე საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ნამდვილად ყოველთვის საინტერესო თემით მოდიხართ ჩვენთან სტუმრად და რაც თავარია ძალიან საინტერესო და კარგი შეთავაზებებით ჩვენი მაყურებლისთვის. ქალბატონ ნინო, მოდი ჯერ პირველ რიგში დავიწყებ თქვენით. ის რაც ვახსენეთ ახლა მე და თათამ ზოგადად ბევრი კითხვები რაც არის ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანი არის მით უმეტეს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ახალი გარემო არის, ბავშვები არ არიან გარკვეულ უნარებს მიჩვეულები, თუნდაც დისციპლინის თვალსაზრისით, თუნდაც უკვე რომ პასუხისგებლობა ჩდება, ხო, მათ ცხოვრებაში უწევთ სწავლა და უკვე ვალდებულები არიან, ხო, სხვასთან და ეს ახალი შეგრძნებები, ახალი ემოციები არის და ამ ყველაფერს ჭირდება, რა თქმა უნდა, ენერგია, რაც მანამდე მათი ორგანიზმი არ იყო მიჩვეული. რა სახის დანამატებზე არის ძირითადად საუბარი და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ გამოყოთ ამ შემთხვევაში? დილამშვიდობისა, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ ამ თემაზე სასაუბროთ. მართლაც სკოლის დაწყება ესეც საკმაოდ ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ემოციურად თუ ფიზიკურად ისეთი პერიოდია, განსაკუთრებით პირველ კლასელებისთვის. მშობლებისთვისაც განსაკუთრებით, დიახ. არის რამოდენიმე მომენტი, გამოვყოფდი ბავშვებს, რომლებიც კარგად იკვებებიან და გამოვყოფდი ბავშვებს, რომლებიც არ იკვებებიან კარგად. თუმცა მარტივად ახლა გეტყვით, რომ ორივე სჭირდება დანამატების მიღება და ეს ჩვეულებრივი უკვე მიღებული დამტკიცებული ფაქტია, მაგალითად ომეგა-3, რომელიც არის ერთ-ერთი უნივერსალური, ალბათ საუკეთესო დანამატი, რომელსაც შესაძლებელია ბავშვი და მოზრდილებიც კი იღებდეს, არის ყველაფრისთვის ძალიან კარგი და აუცილებელი, განსაკუთრებით რადგან მაინც სკოლიდან დავიწყეთ საუბარი, კონცენტრირების უნარისთვის, მოგეხსენებათ ძალიან აქტუალური გახდა ყურადღების დეფიციტის სინდრომი, უამრავი კვლევით დასტურდება, რომ ძალიან აუცილებელია და კარგ გავლენას გვაძლევს ომეგა-3 დანამატის სახით მიღება ყურადღების დეფიციტის სამკურნალოდ, იმუნიტეტის ასამაღლებლად, იმუნიტეტის რეგულაციისთვის, ზოგადად თავის ტვინის განვითარებისთვის ნებისმიერი მცირე ასაკიდანვე ნებისმიერ ასაკში, თვალის მხედველობისთვის,
განსაკუთრებით ბადურასთვის არის ძალიან აუცილებელი. ბოლო კვლევა, რომელიც ყველაზე დიდი ჩატარდა ინგლისში 1000 ბავშვზე მეტი გამოიკვლეს, თუნდაც სათვალე რომ დროულად რო არ დაჭირდეთ, თუნდაც აი ყველა რომ ამ დიდ დროს ატარებს ტელეფონთან, რომ არ განუვითარდეთ მიოპია ან არ გაუღრმავდეს, ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული როლი ქონდა ამ შემთხვევაში ომეგა-3-ის დანიშვნას დანამატის სახით რამოდენიმე თვის განმავლობაში. არიან ბავშვები, ვინც ჯანმრთელი ბავშვები არიან, მაგრამ ცუდად იკვებებიან და ეს ძალიან მარტივად არის პედიატრებისთვის, ჩვენთვის ძალიან ნათელია, როგორ უნდა დავითვალოთ, მათ რა მივცეთ. თუ კვირაში 2-ჯერ მაინც მინიმუმ 100 გრამ ცხიმიან თევზს არ მიირთმევს ბავშვი, აუცილებლად მაშინ დანამატი უნდა მიიღოს. ასევე არის თუ მულტივიტამინებით, თუ არ მიირთმევს 60 ულუფა სეზონურ კარგი ხარისხის ხილს ყოველდღე, მაშინ მულტივიტამინების სახით, მაგალითად ჟელივიტი უნდა მიიღონ. მე ვურჩევდი, რომ ზამთრის განმავლობაში, როცა ძალიან ცოტა არის ხარისხიანი სეზონური ხილი და ბოსტნეული, სინამდვილეში ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს დანამატის სახით თუნდაც მულტივიტამინი. ომეგა-3-იც უნდა მიიღოს ჯანმრთელმა ბავშვებმაც და ბავშვებმაც სპეციფიური პრობლემებით, ეს არის ნევროლოგია, ჭარბიწონა, მხედველობის პრობლემა, იმუნიტეტის პრობლემა, ხშირი ავადობა თუ ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა ეს ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ თევზის ქონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისათვის და კარგად ფუნქციონირებისათვის ჩვენი ორგანიზმისთვის. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინი არის D, რომელიც რაღაცნაირად თითქოს ბოლო წლებში უფრო მეტად გახდა აქტუალური. D ვიტამინების მიღება არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, რატომ მოხდა, თუ უბრალოდ ბევრი შემთხვევა იყო, რაც ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილს D ვიტამინის ნაკლებობა აღმოაჩნდა, იმის მიუხედავად, რომ მზე არ გვაკლია, ესე რომ ვთქვათ, არ არის ჩვენი იმ დანაკლისში, რომ მზის ნაკლებობა ჰქონდეს, თუმცა მაინც არის D ვიტამინის ნაკლებობა, რომელიც იწვევს როგორც ხასიათის ცვლილებას, ასევე რაღაცა თითქოს მთელი ორგანიზმის, ასე რომ ვთქვათ, წყობში ყოფნას ხელს უშლის. ამიტომ ეს D ვიტამინის მნიშვნელობაზე ზოგადად რო ვისაუბროთ, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. D ვიტამინიც მარტო ვიტამინი არ არის, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომლის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ყველა ორგანოთა სისტემისთვის არის აუცილებელი. აქამდე თითქოს გვეგონა რომ ეს იყო მხოლოდ ძვალსახსროვანი სისტემისთვის აუცილებელი დანამატი თუ ვიტამინი, ეს ასე არ არის. ყველაფერს სჭირდება, როგორც იმუნურ სისტემას, ძვალს, კუნძს, განვითარებას, მეხსიერებას, აუტიზმის დროსაც კი მის დადებით როლზე არის უკვე დადებული ძალიან ბევრი უკიდურესად საინტერესო. ასევე დეპრესიის დროსაც. კი, უნდა მიიღოს აუცილებლად ბავშვებმა ორსულმა ქალებმა და სინამდვილეში ყველა უნდა ვიღებდეთ სეზონურად მაინც. თუ კი ადამიანი დამცავის გარეშე 15-20 წუთს არ არის შუაგულ მზეზე, იმ დღეს ის ვერ იღებს მისთვის საკმარისი დღიურ ნორმას D ვიტამინისას. ეს თალკე დაავადება არ არის, უბრალოდ დანამატის სახით ყველა მშობელმა თუ თვითონ მოზრდილმა უნდა იცოდეს, რომ არ არის მზის ქვეშ და თან უკვე რეკომენდაციაც გვაქვს, რომ დამცავის გარეშეც არ გავჩერდეთ შუაგულ მზეზე. თუ არის სეზონი უკვე, როცა გვაცვია გრძელმკლავიანი, თუნდაც ქურთუკი, არ არის მზე, არის ზამთარი და ცივი თვეები, ყველამ თავისი აუცილებელი რაოდენობა D ვიტამინი და ეს GMP ფარმას ძალიან კარგად აქვს. ყველა ადამიანისთვის მისაღები დოზირება აქვს, მცირე ჩვილი ასაკიდან დამთავრებული, ალბათ მოხუცებით დამთავრებული, რომელიც პროფილაქტიკური დოზაც ხო? დიახ, პროფილაქტიკური დოზა თუ ყველა მივიღეთ, როცა გვეკუთვნის, მინიმუმ ცივ თვეებში მაინც ის დეფიციტები და ამ დეფიციტებით განპირობებული უკვე მნიშვნელოვანი კლინიკური სიმპტომები უკვე არავის არ უნდა გქონდეს. დიახ. თითქოს აი ეს დასრულებში უფრო არის ხოლმე აი ამ D ვიტამინის დეფიციტის გაკონტროლება და საინტერესოა აი როგორც პედიატრი თქვენ აი რატომ მაგალითად აი ეს პროდუქტები ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ დაალაგებულს მაგიდაზე ძირითადად სულ ბავშვებზე ვსაუბრობ და ახლა დიდებიც ვახსენეთ იმიტომ რომ ეს თუნდაც ომეგა-3 და D ვიტამინი როგორც ბავშვების შემთხვევაში ასევე დიდების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია აი ჩემ ჩანთაში დღესაც დევს D ვიტამინი ეხლა ვიღებ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ინტენსიურად ვიუჯები ჩემ შემთხვევაში D ვიტამინის დონე და დავუშვათ მომატება რუჯი არ მოქმედებს ამიტომ მუდმივად მიწევს რომ მივიღო საჭირო პროდუქტებს თუ
თუ არ ვიღებთ ამიტომ დანამატი და აი რატომ არის აი გამორჩეულად მნიშვნელოვანი დაუშვათ აი ეს ბრენდი და აქ რაც არის წარმოქმნილი აქ არის როგორც ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც ხომ აი რამდენად მნიშვნელობა აქვს თვითონ შემცველობას რომელი კომპანიის მიერ არის დაუშვათ ნაწარმოები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არჩევანი არის ბაზარზე და ანუ ძალიან ბევრი კითხვა უჩნდებათ ხოლმე ჩვენს მომხმარებელს და ალბათ დოზებსაც აქვს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხშირად გამიგია რომ კვირაში ერთხელ იღებენ ხოლმე ან ორ კვირაში ერთხელ და ძალიან დიდი დოზა არის და აი ამ შემთხვევაში ამას როგორ განსაზღვრავთ და რას ურჩევდით მომხმარებელს როგორც პედიატრი? როგორც პედიატრი ვურჩევდი რომ პროფილაქტიკური დოზა ყველა მშობელმა და მოზრდილმა უნდა იცოდეს მისთვის რა და ექიმის დანიშნულების გარეშეც პროფილაქტიკური არა სამკურნალო დოზა პროფილაქტიკური დოზა ცივ-თვეებში ყველამ შეუძლია თავისთვის მიიღოს. რაც შეეხება ამ ბრენდს, აქ მთავარი არის რა თქმა უნდა ევროპული ხარისხი, მისი ეფექტურობა და ჩემთვის როგორც პედიატრისთვის, რომელიც მუშაობს 0 წლიდან 18 წლის ჩათვლით იმდენად მოსახერხებელი დოზები და ფორმები არის, რომ შეუძლებელია, რომ თავისთვის კომფორტულად მისაღებ, მით უმეტეს ეს არის დანამატი, რომელიც უნდა მიიღონ თვეების მანძილზე, შეუძლებელია, რომ ვერ შეურჩიო. ბავშვებს ახლა ძალიან უყვართ დეტრივიტის ჟელი და თითქმის დესერტივით მიირთმევენ. ხო? აი ორი ცალი დათუნია დღეში, ყველა ჩემმა პაციენტმა იცის, რომ ეს გემრიელობა მას ექიმმა დაუნიშნა, მაგრამ მოზარდებს, რომელსაც ყოველდღე შეიძლება დაავიწყდეთ, ან მოზრდილებს D ვიტამინის მიღება, მათ შეუძლიათ დავუშვათ 10 დღეში ერთხელ მიიღონ 10,000-იანი ფორმა, 12 წლის ზემოთ შეუძლია კვირაში ერთხელ ან 10 დღეში ერთხელ დიდდოზიანი მიიღონ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ინფორმაციით მოგვამარაგეთ და ეხლა კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის გულო? თან აი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნუ ბრენდის სანდოობაზეც კიდევ ერთხელ ისაუბრებს ქალბატონი ჟანა და აი აქ რაც არის მრავალფეროვანი არჩევანი თავარი ის არის რომ ყველაზე კარგ და მოსახერხებელ და საინტერესო აქციაზეც უნდა ვისაუბროთ. აი პირველ რიგში ჟანა უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ რას გულისხმობს აღნიშნული აქცია და ასევე აი ბრენდის სანდოობაზეც კიდევ ერთხელ თქვენს რომ გაამახვილოთ ყურადღება ამ ყველაფერს და რაც აქ არის წარმოდგენილი და აი აქ რაც არის წარმოდგენილი ყველაფერს ეხება თუ არა ეს აქცია. რა თქმა უნდა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, ახალი სასწავლო დაწყება ყოველთვის არის დაკავშირებული სიახლეებთან, გამოწვევებთან, განსაკუთრებით ისეთ პატარებისთვის, ვინც პირველად ის ბაღში, სკოლაში თუ ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ზრუნავთ ჩვენს ერთგულოვან პროექტზე და ამჯერად ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად თავაზობთ სწორედ აი სტუდიაში წარმოდგენილ ჩვენს ევროპულ საკვებ დანამატებზე განსაკუთრებულ შეთავაზებას. ეს გახლავთ 1+1 აქცია. რომელიც ექსკლუზიურად PaySpace აქცია Coxel-შია 10 სექტემბერს დაიწყება, ხვალ დაიწყება ეს აქცია და გაგრძელდება 18 სექტემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით და რას გულისხმობს? მაგალითად, ერთი კოლოფი დეტრივიტის შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფს მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად. ძალიან მოკლედ კომპანიის შესახებ ვიტყვი. GM Pharma ის გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. რაც შეეხება ახლა სააქციო ჩამონათვალს აუცილებლად ომეგა-3-ის ხაზით დავიწყებ. ქალბატონმა ნინომ ძალიან კარგად ახსენა ომეგა-3-ის როლი ზოგადად პატარებში, განსაკუთრებით იმ პატარებში, ვინც პირველად მიდის ბაღში, სკოლაში, ჭირდება მეტი კონცენტრაცია, ყურადღების მეტი მობილიზების უნარი, ხომ, კოგნიტური უნარების გაუმჯობესება. ჩვენ აქ საკმაოდ კარგი არჩევანი გვაქვს ფორმების მიხედვით. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ეს გახლავთ ომე-3-ის ბრენდი, ომე-3 ჟელი, რომელიც 3 წლის ასაკიდან გამოიყენება და 1-2 ჟელი ბონი შეგვიძლია დღის განმავლობაში, ომე-3 ჯუნიორი, რომელიც უკვე 6 წლიდან გამოიყენება, ომე-3 1000 მგ, რომელიც 12 წლიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ და აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ომე-3 D3-ზე. ომეგა-3 და D3-ის კომბინაცია ერთ კაფსულაში მოთავსებული, ეს ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მომხმარებლებისთვის და დედებისთვისაც. ვინაიდან აქ გვაქვს ომეგა-3 და D3 ერთად. 3 გამოშვების ფორმით, ომე-3 D3 1000, 2000 და 5000 საერთაშორისო ერთეულით. მაგალითად, თუ მჭირდება D ვიტამინი 1000 მგ, ომე-3 D3 1000-ში გახლავთ 1000 საერთაშორისო ერთეული. საკმაოდ კომფორტული ფორმა. დიდი დოზაც არის და კი, ომე-3 D3 5000 უკვე მოზრდილებში შეგვიძლია გამოვიყენოთ. აი სტუდენტებმა შეიძლება გამოიყენონ პირველ კურსელებმა, რომელსაც მშობლებმა, რომელსაც კი
მშობლებმაც აუცილებლად ხაზგასმით მინდა დეტრივიტის ბრენდზე ვისაუბრო, ვინაიდან ქალბატონმა ნინომ უკვე აღნიშნა დ-ვიტამინის მნიშვნელობა ზოგადად და ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ინფორმირებულია ზოგადად დ-ვიტამინის შესახებ, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალსაც ვიტყვი დეტრივიტის შესახებ, რომ ეს ბრენდი გახლავთ, დეტრივიტი გახლავთ GM Pharma-ს დ-ვიტამინი, რომელიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საქართველოში დ-ვიტამინების გაყიდვების მაჩვენებლით მთელ პორტფელში ჩვენ გვიჭირავს 30% დეტრივიტის ბრენდს. ეს რას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ადამიანი ირჩევს დეტრივიტს და სვავს იღებს კონკრეტულად ამ ბრენდის დ-ვიტამინს. აქ გამოშვების მრავალფეროვანი ფორმა გვაქვს, ეს არის 0 თვიდან დეტრივიტის წვეთი და დროპსი ასევე დეტრივიტის ჟელი, რომელიც 3 წლიდან უკვე ღეჭვას სწავლობენ და ვიცით რომ არ უყვართ ეს წვეთები და ამიტომ შეგვიძლია ჟელიბონები მივცეთ. დეტრივიტი 1000, რომელიც გახლავთ უკვე 6 წლიდან 2000 და 5000 შეგვიძლია როგორც სამკურნალო ფორმად გამოვიყენოთ, ასევე დიდებშიც. რაც შეეხება ორ ბრენდზე ვიტყვი კიდევ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასიახლე გვაქვს ჩვენ, ეს არის Hilsi Baby Kids და აუცილებლად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის იწარმოება შვეიცარიაში, Lallemand Pharma-ს მიერ და შეიცავს სიმბიოფილმს და ზღვის წყალს. ავხსნი მოკლედ, სიმბიოფილმი რას აკეთებს? როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ Hilsi Baby Kids-ის თითო-თითო შესხურებით გამოიყენება თითონესტოში, სიმბიოფილმი დამცავ გარს ქმნის ცხვირის ლორწოვანზე და ხელს უშლის ვირუსებისა და ბაქტერიების შეწებებას. ესე იგი, ბავშვი სეზონზე გჭირდება ნამდვილად. სკოლაში როცა უშვებთ, ჩვენ შვილებს შეგვიძლია დილით გამოურეცხოთ, შევასხათ უბრალოდ თითო-თითო ნესტოში და 7 საათის განმავლობაში ჩვენი პატარები იქნებიან დაცულები. ის მნიშვნელოვანია. ძალიან. ბოლო პროდუქტს ვიტყვი, ისმიკიდი, ეს გახლავთ. პირისგრუს პრობიოტიკია, ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, ხომ, აი სტომატიტები ხშირად არის ხოლმე ბაღის ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით და პირველ კლასელებთანაც ასე რომ ვთქვა, სუსუ პატარებში, ჩვილებში ბრძიანას პრობლემებიც გვაქვს. აი ამ შემთხვევაში ისმიკიდი არის ერთ-ერთი არჩევის პროდუქტი, რომელიც ჩვენი პირისგრუს და ჩვენი პატარების პირისგრუს ჯანმრთელ მიკროფლორას უზრუნველყოფს. ყველა ამ პროდუქტებზე მოკლედ რომ შევაჯამო, ყველა ამ ჩამოთვლილ პროდუქტებზე მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება. მხოლოდ PSP-ს აპთეკო ქსელში ექსკლუზიურად. ეს რაც ხელში გიკოვიეთ ამაზე, ყველაფერზე, რაც ვისაუბრეთ ყველაფერზე, 10 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ ჩვენს მომხმარებლებს მიმართონ PSP-ს აპთეკო ქსელს და ჩვენი ფარმაცევტები დაუწევენ სრულყოფილ რეკომენდაციას. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. 1+1 აქცია 10 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, აი აქ რასაც ხედავთ, ყველაფერზე არის ერთ შეიძენ და მეორე საჩუქრად გადმოგეცემოთ. ხო, სწორად ვთქვი? საკმაოდ ისეთი კარგი აქცია მართლაც და მადლობა GM Pharma-ს რომ განაპირობებს აქციებით და რა თქმა უნდა საჭირო და მნიშვნელოვანი პროდუქტებით. მადლობა თქვენ სტუმრობისთვისაც, ასევე წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა გულო, შენც რომ იყავით ჩვენთან ერთად. წარმატებული და ნაყოფიერი დღე. ასევე მადლობა რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ეს დრო გაატარა ჩვენთან ერთად. დილის პალიტრა ხვალამდე გემშვიდობებათ. მე ბედნიერ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ.